ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ჩვენებას მისცემს, თუმცა სასამართლოში არ მივა. მოსამართლის კითხვებს ოლიგარქი ორ დღეში თავისი ყოფილი ფინანსისტის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე უპასუხებს. დისტანციური ჩართვის მოტივად ივანიშვილი უსაფრთხოებას ასახელებს. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტიც, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ გახდა ახლა საფრთხის შემცველი და ასაკისთვის შეუსაბამო. ოლიგარქის სასამართლოში გამოკითხვა, როცა მან პროკურატურაში ჩვენების მისაცემად 5 საათი გაატარა. ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ბიტკოინების მითვისებაში ადანაშაულებს, ბაჩიაშვილი კი მისი მხრიდან მუქარაზე ლაპარაკობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დეტალებს გიორგი კვიჟინაძე მოგვიყვება. კაცი, რომელსაც ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია, ვერ ბედავს, რომ მის მიერ მართულ სასამართლოში ფიზიკურად მოვიდეს და ჩვენება მისცეს. ეს განცხადება გიორგი ბაჩიაშვილს ეკუთვნის, რომელმაც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსდგება მოსამართლის წინაშე, თუმცა არა ფიზიკურად, არამედ დისტანციურად. ოლიგარქმა ივანიშვილმა პროკურატურას მიმართა, პროკურატურამ კი შემდგომ შუამდგომლობა სასამართლოში დააყენა. ოლიგარქი ასახელებს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ის თბილისის საქალაქო სასამართლოში ფიზიკურად ვერ გამოცხადდება. გარდა ამისა, მისი ადვოკატი პროკურატურის მიმართვაში წერს იმასაც, რომ ოლიგარქი ივანიშვილი არის საკმაოდ ასაკოვანი, შესაბამისად დიდხანს გაგრძელდება მისი დაკითხვის პროცედურა საქალაქო სასამართლოში და უმჯობესია ასაკიდან გამომდინარე, რომ ის დისტანციურად ჩაერთოს სასამართლო პროცესს. როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, მან 1 წლის წინაც თქვა, როდესაც ამ საქმეზე დაიწყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი ვერ გაბედავდა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსდგენას. შესაბამისად, მისი ეს სიტყვები გამართლდა და ოლიგარქი ივანიშვილი დისტანციურად დაიკითხება. მნიშვნელოვანია, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს და რატომ ვერ შეძლებს ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებას. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფრის ეშინია, უბრალოდ უსაფრთხოების ნორმები ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი თბილისის საქალაქო სასამართლოში და იმ ფონზე თუ ოლიგარქი ივანიშვილი მოვიდოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაშინ მოუწევდათ, რომ სხვა სასამართლო პროცესები გადაედოთ და გაეუქმებინათ იქამდე, სანამ ოლიგარქი ივანიშვილი იქნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ამის თავიდან არიდების მიზნით მოითხოვეს მათ სწორედ დისტანციურად გამოკითხვა. რაც შეეხება პროკურორს, იქნება თუ არა საჯარო და ღია ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის პროცესი. ამ კითხვაზე პროკურორი დღესაც არ გვპასუხობს და აცხადებს, რომ ისინი წინასწარ ვერ ისაუბრებენ, სასამართლო პროცესი იქნება ღია თუ დახურული არა და ყველაზე დიდი ინტერესი ამ საქმეში არსებობს სწორედ ოლიგარქი ივანიშვილის დაკითხვის პროცესთან მიმართებით. როგორც დაახლოებით 1 წლის წინ განაცხადე, ივანიშვილი ვერ გაბედავს თქო საკუთარი თავისი თითქოს და სიმართლის დასაცავად და გამოცხადებას თქო. ზუსტად ისევე როგორც ვერ გაბედა სინგაპურში, ბერმუდაში გამოცხადება. სასამართლოც პროკურორის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს დღეს და როგორც მან მოისურვა, ყველანაირი ნორმის დარღვევით ის დაიკითხება ვიდეო კონფერენციის მეშვეობით. მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ცნობა არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, მას შეუძლია აქ მოსვლა. უბრალოდ მისი სურვილი არის, რომ გაექცეს ამ პასუხისმგებლობას. საზარალებულს არ ეშინია ცხადია არავის და ბატონი ბაჩიაშვილისთვის თვალებში ჩახედვის, რა თქმა უნდა, ჩვენს განცხადებას, რომლითაც მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს, ჰქონდა ობიექტური მიზეზი ცხადია და ეს არის უსაფრთხოება. პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, არა მხოლოდ ჩვეულებრივ სისხლისამართლის საქმეებზე, არამედ მათ შორის ნაფსაჯულთა განსახილველ სისხლისამართლის საქმეებზე, როდესაც მომხდარა დისტანციურად ჩართვა კონკრეტული მოწმეებს. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი დადგენილი პრაქტიკა, ეს ხდება ძალიან ბევრ სხვა სისხლისამართლის საქმეზე. აქ მთავარი გარემოება არის ის, რომ გქონდეს ყველა მხარეს შესაძლებლობა თავისუფლად და ეს დაუსვა კითხვები მოწმეს.
იმის მიუხედავად, რომ გიორგი ბაჩიაშვილს და მის ადვოკატს ჰქონდა საკმაოდ მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ოლიგარქი ივანიშვილის დაკითხვა დისტანციურად და რატომ უნდა გამოცხადდეს ის სასამართლო სხდომათა დარბაზში. ამის მიუხედავად მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შემდგომლობა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი დისტანციურად დაიკითხოს სასამართლო პროცესზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაცვის მხარის არც ერთ მოთხოვნას არ იზიარებს მოსამართლე და სრულიად აკმაყოფილებს ხოლმე პროკურატურის შემდგომლობას, რაც ბუნებრივია გიორგი ბაჩიაშვილისთვის და მისი ადვოკატისთვის ბადებს უტყუარ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე ამ საქმესთან მიმართებით უკვე არის მიკერძოებული. დღეს ბაჩიაშვილის საქმეზე დაიკითხა კიდევ ერთი მოწმე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ოლიგარქ ივანიშვილს გიორგი ბაჩიაშვილმა შესთავაზა 50 მილიონიანი ინვესტიცია, თუმცა ვერ მოხდა შეთანხმება და ოლიგარქმა ივანიშვილმა თავი შეიკავა, რომ 50 მილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა ამ საქმეში. გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ 50 მილიონს ჩადებდა და ის განახორციელებდა ამ ინვესტიციას, სწორედ ეს ჩაითვლებოდა ოლიგარქის მხრიდან ინვესტიციად და არა ის 5 მილიონი, რომელიც ქართულ ბანკმა გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიას გადასცა.